მონობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტი თავისუფალი დაიბადა, მაგრამ 7 წლისად დაატყვევეს და მონებისთვის განკუთვნილი გემით გასაყიდად ბოსტონში წაიყვანეს. გემს, რომლითაც ის ჩაიყვანეს, ფილისი ერქვა, ხოლო ვინც იყიდა, იმ ოჯახის გვარი უიტლი იყო. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი, ფილის უიტლი. სუსტი და ფერფრთალი გოგონა, რომელსაც ინგლისურად საუბარიც კი არ შეეძლო, უიტლების ოჯახს ძალიან შეებრალა და მისი ყიდვა გადაწყვიტა. იმ დროისათვის თეთრკანიანები ფიქრობდნენ, რომ აფრიკული წარმოშობის ადამიანებს სწავლა არ შეეძლოთ. ამიტომ ექსპერიმენტის სახით ოჯახმა გადაწყვიტა ფილისისთვის ანბანი ესწავლებინა. გოგონამ 16 თვეში საფუძვლიანად შეისწავლა ინგლისური ენა. გარდა ამისა დაეუფლა ბერძნულ და ლათინურ ენებს. ფილისის გონიერებით მოხიბლულმა ოჯახმა გოგონას კიდევ უფრო მეტი განათლება მისცა. შეასწავლეს ასტრონომია, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური და ლათინური. 10 წლის ასაკში ფილისი თავისუფლად კითხულობდა ბიბლიას. მოზარდობისას ქრისტე პირად მხსნელად მიიღო და უიტლებთან ერთად ეკლესიაში სიარული დაიწყო. ფილისი ფერადკანიანებისთვის განკუთვნილ ადგილზე ჯდებოდა. თავისუფალ დროს ლექსების წერა უყვარდა. 1760 წელს დაწერა ლექსი ცნობილი მხატაკებლის ჯორჯ უაიტფილდის გარდაცვალებაზე. ლექსის გამოქვეყნების შემდეგ ფილისი ცნობილი გახდა. 1775 წელს ჯორჯ ვაშინგტონს მიუძღვნა ლექსი. 1 წლის შემდეგ პირადად შეხვდა და მონების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მალევე გამოქვეყნა ფილისის აბოლიციონისტური ლექსების კრებული. ის გახლდათ პირველი აფრიკული წარმოშობის ქალი, რომელსაც წიგნი დაუბეჭდეს. მისი ლექსები უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. უიტლის შემოქმედებაში ქრისტიანულ თემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ერთ-ერთ ცნობილ ლექსში ღმერთს მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში სინათლე შეიტანა. უიტლების ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ ფილისი გათავისუფლდა. ის აქტიურად ეხმარებოდა აფრიკაში, განასა და სიერა-ლეონეში მისიონერული საქმიანობის ორგანიზებას. მოგვიანებით გაცხოდა თავისუფალ შავკანიან მამაკაცზე, სახელად ჯონ პიერსზე. სამწუხაროდ, ფილისი რთული მშობიარობის გამო 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მის შთამბეჭ და პოეზიას დღემდე ჰყავს აქტიური მკითხველი.